ეთერშია მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი. დილამშვიდობისა, მოგესალმებით ყველას, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი.gr, my video.gr, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. დღეს ორშაბათი გახლავთ და როგორც ყოველ ორშაბათს შემოგვიერთდა ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი, რომ გითხრას როგორი კვირა გვექნება თითოეულ ნიშანს. მოგესალმებით, დილამშვიდობისა, ბედნიერი დილა, ბედნიერი დღე და კვირა მინდა გისურვოთ ყველას და პირველ რიგში მოდით ახლა იმის შესახებ ვისაუბროთ, რა ტენდენციებია ამ კვირას, რას გვიქადიან ვარსკვლავები, როგორია პლანეტების კეთილგანწყობა, ძალიანობაში ჯერ კიდევ ეს კვირა გვაძლევს საშუალებას, რომ ურთიერთგაგებაც მაღალი იყოს, იდეების რეალიზაციაც მეტნაკლებად მოხდეს. რატო ამბობ მეტნაკლებად? იმიტომ რომ ეს პლანეტა მარსი საქმიანობის მმართველი პლანეტა ახლა უკუმავალია 24 თებერვლამდე. ამიტომ ცოტა მაინც ხელშემშელი ფაქტორები გვაქვს 24-დან კიდევ მეტად წავა საქმე წინ, მაგრამ მთლიანობაში როცა დედამიწა პოზიტიურ ენერგიულშია, უკვე მაინც რაღაც შესაძლებლობები მეტი გვაქვს ყველგან და ყველაფერში და ეს კარგია. და ამის გარდა მნიშვნელოვანია კიდევ სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ გეომაგნიტური დღეები. მაგალითად, სამშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი და კვირა. 4 დღე გვაქვს გეომაგნიტური, ანუ მზის ეგრეთ წოდებული ქარიშხლები, რომელიც გეომანტიას ძაბავენ და მოქმედებენ ადამიანის გულსიძარღვან სისტემაზე, ითხოვენ ყურადღებას, იმიტომ რომ წნევის მომენტი აქ იცვლება და დისკომფორტი აქვს ადამიანს. შესაბამისად, ესე იგი, ან ყავის პროფილაქტიკა, ან დაუშვათ წამლების სახით აუცილებელია, რომ მოიყვანოთ წნევა ნორმაში. და უკეთ ვიგრძნოთ თავი. ეს ერთი. ახლა მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, რაც გასათვალისწინებელია, ორი განსაკუთრებული მოვლენა. პირველი ეს არის ოთხშაბათი, ანუ 12 თებერვალი, აქ ჩვენ გვაქვს სავსე მთვარეობა. სავსე მთვარეობა ნიშნავს რას? რომ აქ ხდება მზის და მთვარის ენერგიათა დაპირისპირება მერწყულის და ლომის ზოდიაკალურ ღერზე. ანუ რისკ ჯგუფში პირველ რიგში ეს ორი ნიშანია, თუმცა ყველას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. სავსე მთვარეობა ნიშნავს ზედმეტად დიდი ენერგია მოდის დედამიწაზე. ყველა ამ ენერგიას სათანადოდ ადეკვატურად ვერ იღებს და ვერ უძლებს. ეს თანმიმღებლობა როგორია სირთულის ამბავში? სავსე მთვარეობაზე მინდა გითხრათ, რომ მანდილოსნები განსაკუთრებით დაძაბულები არიან და უფრო მეტად რეაგირებენ. ახალ მთვარეობაზე მამაკაცებს აქვს უფრო მეტი რეაქცია, ამიტომ ახლა ამჯერად მამაკაცებს სჭირდებათ მეტი თავდაჭერა, მოთმინება, იმიტომ რომ შეიძლება ორივე შემთხვევაში მაინც მამაკაცები უნდა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. ხო, კი უნდა იყვნენ, მაგრამ ტრადიციულად ყოველთვის ესე არ ხდება, მაგრამ ყველას თხოვე რომ მაინც 12-ში ყველამ თავი შეიკავეთ საქმეთა გარჩევისგან, რაც უნდა უხასიათოდ იყოთ, ან ზედმეტად ეგზალტირებული იყოთ, იმიტომ რომ არ ვარ გარსეთი უკიდურესობა, არც უხასიათობა და დეპრესია და არც აგრესია და ზედმეტი ასე ვთქვათ ემოციის გამოხატვა, ხო, რაც შეიძლება იყოს დასჯადი და კონფლიქტის მომტანი. ამასთან ერთად ტრავმული ტენდენციები მაღალია, გაითვალისწინეთ, რადგან მოჭარბებული ენერგია ზოგმა არ იცის საწაიღოს ეს ენერგია განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას ეხება და გადადის ჯირითზე, მანქანით, საჩესთან, რაც შეიძლება ტრავმულ აურული ტენდენციები სრულდება, ჯანმრთელობას მეტად გავაფრთხილდეთ, განსაკუთრებით მხედველობას და გულსიძარღვან სისტემას. ჩემი თხოვნა უკვე ხვალ დღეს საღამოს, მოდი ასე ვთქვა 9 საათიდან, ხვალ მთელი დღე და ზეგ. აი ეს პერიოდი არის ის, რომელიც ასუსტებს გულსიძარღვან სისტემას. და ამიტომ მაქსიმალურად ვისაც აქვს პრობლემები გულთან, სიზარღვებთან, მაქსიმალურად არავით არის ზედმეტი ნერვიულობა, არავით არის სიმძიმეების აწევა, არავით არის სოლარიუმი, აბანო, აბაზანა, ამისგან თავი შევიკავოთ, რას გვქონია, ეხლა ვეცადოთ, რომ აქ არაფერზე ზედმეტად არ ვინერვიულოთ. აქ გავუფრთხილდეთ გულს. ოპერაციებიც კი გულსიძარღვან სისტემაზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა ამ პერიოდში არ იქნება სასურველი. და მოდი ამშვოთ ისიც, რომ ესე იგი ამ დღეებში წნევის რეგულირება აუცილებელია და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ითხოვს ყურადღებას, ეს არის უკვე პარასკევი დღე. აქ ჩვენ რა გვაქვს, რა მოვლენა გვაქვს ცისკაბადონზე. მერკური, ეს არის იცით გონების, ინტელექტის, კომუნიკაციის მმართველი პლანეტა. მერკური გადაასვლებს თევზების ზოდიაქოში. 3 მარტამდე ხდება ეს მოვლენა. ეხლა თევზებში მერკურის აქ თავისი დადებითი და უარყოფითი. რა აქვს დადებითი? ანუ რას აძლიერებს თითოეულ ჩვენთაგანში ეს მოვლენა? რომ მერკური თავის ენერგიას რო გამოუშვებს, ყველა ჩვენთაგანი თითოეული მაინც ვიგრძნობთ ამას. თევზები ვარ თუ არა ვარ, ამას არ აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა. რაითი ვიგრძნობთ? მაგალითად, მოიმატებს დახვეწილი იუმორის გზნობა ადამიანებში. მოიმატებს ფოტოგრაფიული მეხსიერება. შეიძლება ადამიანს უცებ გაახსენდეს ბავშვობაში რა ხდებოდა მრავალი წლის წინ დეტალებში და უცებ ვერ გაიხსენოს დღეს სად შეინახა გასაღები ან დაუშვათ თუნდაც სათვალე. ხო, აი ესეთი მომენტები ამ დროს იშვიათი არ არის. ამასთან ერთად ინტუიცია ძლიერდება.
აქ კარგია შემოქმედებითი მუშაობა ამ პერიოდში. ეს შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის ძალიან კარგი შესაძლებლობებია და საქველმოქმედო აქციები იქნება ფრიად პოპულარული ინტერესი ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, ასტროლოგიის, რელიგიის, ეზოთერული საკითხებისადმი ადამიანებში აშკარად მოემატებს. საუკეთესო დროა პოეზიასთან, ლიტერატურასთან, ხელოვნების ფართო სპექტრთან ურთიერთობისათვის. მაგრამ ამ დადებების გარდა რაც ყველა მერკურის შესვლა თევზებში ნეგატიურსაც გვაძლევს რა დეპრესიულობა მაგალითად ტყუილებისადმი ცოტა მეტი მიდრეკილება ადამიანებში ვისაც მithumetes-ას მიდრეკილება აქ ბუნებრივი ახლა კიდევ მეტად გაღვივდება ამის გარდა ამ პერიოდში მოსალოდნელია ზღვარგადასული ფანტაზიები რის სიდერთიც შეიძლება თავი მოიტყუო და ილუზიებში გადავარდეთ ამიტომ რეალური აღქმა მოვლენების ეს აუცილებელი ამ პერიოდში თავი არ მოიტყუოთ და ამასთან ერთად ფიქრი წარსულს რომელიც ზოგს ჩააგდებს ეს კაცოდა დეპრესიულ მდგომარეობაში შინაგანი შიშები ზოგჯერ ცუდი აზრების აკვიატების ტენდენცია ეს ყველაფერი იქნება მერკურის შესვლასთან დაკავშირებით თევზებში 3 მარტამდე და ამ ტენდენციებს ამიტომ რეაქციად ყურადღება აუცილებელი არ არის ყველას ასე ვთქვათ ხასიათი შტრიხის მატარებელი იყოს მაგრამ რადგან ეს ენერგია მოქმედებს ზოგიერთი უფრო მძაფრად აღიქვავს და გამოავლენს ამ თვისებებს ზოგიერთი ნაკლებად ეხლა რაც შეეხება უკვე ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს და მათენ ხო დღევანდელი დღე მინდა ორშაბათი ასე გამოყო რატო დღეს ზოგიერთი მძღოლის მოქმედება წინასწარ განსაზღვრული იქნება ამიტომ საჭესთან იყავით ყურადღებით და სხვებს ნუ აბრალებთ რატო შემოუხვი აქეთ როცა სხვაგან მიჩვენებდა ხო ამას თავიდანვე თქვენ იყავით თხილად იმიტომ რომ თითოეული მძღოლი ვერ ახსნის რატო გააკეთა ეს აი არის ეს დღეები იშვიათად მაგრამ დღეს ესეთი დღეა ეხლა რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს ვერძიდან დავიწყოთ ვერძისთვის საუკეთესო პერიოდი იმიტომ რომ ერგოტონუსი მაღალია ჯანმრთელობა მდგრადია ბედნეშანი აქტიურია მებრძოლია სულისკვეთებით რასთვარა დახმარებასაც იღებს შეიძლება მეგობრებიდან კოლეგებიდან მეზობლებიდანაც კი მიიღოს მან დახმარება თანადგომის წინაშეა რაც მისი წარმატების ერთ-ერთი საწინდარია თან რეფორმების პერიოდია ახალი იდეები ახალი პროექტები ახალი ნაცნობობა ახალი მეგობრული წრე მეგობართა თანადგომაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი რამ გამოსდის კარგად თავარი არის რა არ იჩქაროს სულსტრაფობას არ კონდეს ადგილი სხვა მხრივ პერიოდი იდეებსაც ხელს უწყობს რეალიზაციას რაც თავარია აი ეს ის მომენტი როცა ვერცებს ვეუბნებით გათქვით რა გინდათ რომ გააკეთოთ აი ხო ვეუბნები ზოგჯერ რომ ენასკვილი დააჭირეთ საიდუმლო ეხლა პირიქით გამოთქვით გააცანით საზოგადოებას თქვენი იდეები სურვილები პროექტები პირიქით ხარდაჭერას მიიღებთ ეს თქვენი წარმატების ერთ-ერთი წინაპირობა გახდება რაც შეეხება კუროს ერგოტონუსი დაბალია კუროს სამაგეროდ საქმიანი კუთხით წარმატების ფაქტორი არის ამიტომ აქედა გამომდინარე რა უნდა ქნას ეხლა კურომ გააფრთხილდეს ჯანმრთელობას კარგად გამოიძინოს ეს მნიშვნელოვანი ფაქტორებია მაგრამ თან აქტიურად იმოქმედოს იმიტომ რომ იდეების რეალიზაციის შესაძლებლობაც ფინანსური მდგომარეობის შესაძლებლობაც არის საინტერესო კონტაქტები შეიძლება დამყარდეს და მნიშვნელოვანი ინფორმაციაც მიიღოს ერთადერთი ნუ იქნება ზედმეტად ხისტი პირდაპირი და ფორსირებას ნუ მოახდენს ნუ აჩქარებს მოვლენებს აი ეს არის მთავარი რა გაითვალისწინოს მაშინ კვირა იქნება გაცილებით სტაბილური და შედარებით მშვიდი რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ახლა ვარსკვლავური დრო აქვს ამ ნიშანს ძალიან აქტიური ენერგიულია გონება მახვილია ოპტიმიზმი აქვს მაღალ დონეზე დახვეწილი იუმორის კარგი უნარი როგორც ხელმძღვანელი ლიდერი გადასარევი ამ პერიოდში და სხვა სწავლისთვის საუკეთესო დროა მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიძლება მიიღოს პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს ამ გზავრობა მოგზაურობა უცხოელებთან კონტაქტი უცხოეთში სწავლა ბევრი შეკრულებები და საინტერესო პროექტები შეიძლება განხორციელდეს ამ კვირაში. ამიტომ ტყუპებო, უფლება არა გაქვთ ახლა გაჩერებისა. დავარია ნუ იქნებით ზედმეტად სულსტრაფი და თქვენ ძალიან უგეჩქარავთ, რომ ყველაფერი გინდათ ერთად 10 საქმე ერთად დაიწყოთ. აქ მოდით ასე ვთქვა, ზოგიერთ შემთხვევაში აი ესეც შეიძლება იყოს გამართლებული, ოღონდ კარგად თუ იქნება ეს მოფიქრებული. მაგრამ თლიანობაში კვირა კარგია, ეს უდავოა. შემდეგ კვირა უკვე შეიძლება ესეთ ეფექტური აღარ გქონდეთ. შემდეგ კვირაში წინასწარ ვეუბნები ყველას, რომ დედამიწა უარყოფითი ენერგიულში გადადის, ამიტომ სირთულეები ყველას მეტი წარმოექნება. ამიტომ ეს კვირა მაქსიმალურად გამოიყენეთ. გერშხიბის საქმიანი შესაძლებლობები საკმაოდ მაღალია, ფინანსური მდგომარეობა შეიძლება გამოჩებესოს. ბევრი საკითხი გადაწყვიტოს, პრობლემა გქონდა, იმ პრობლემასაც გადაწყვიტავს, ოღონდ ჯანმრთელობას ყურადღება. ენერგოტონუსი აქვს დაბალი. აი ეს შეიძლება შეექმნას პრობლემა. ხა თუ გაცივდით, გადაიღალეთ გრიპის წინაშე დადაკით, რას უკვე ყველაფერი წყალს შეიღება. ამ დროს ინტუიცია უკვე მაღდება. რომელიც ხელს უწყობს სწორი არჩევანის გაკეთებას, სწორი ნაბიჯების გადადგმას და აუცილებლად აი თქვენ ჭირდებათ საიდუმლო მოქმედება ამ პერიოდში. თუ ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა გაქვთ, რომელიც ერთობლივ ფინანსებთან არის დაკავშირებული, აქაც შეიძლება ძალიან საინტერესო პროექტებში ჩაიდოს ეს ფინანსები, რაც მერე შემდგომი უკვე ფინანსური თქვენი წარმატების ერთ-ერთი წინაპირობა გახდება. ლომი
შრომის ზოდიაქოს ბევრი რამ გამოსდის, აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ქარიზმატულია, მიმზიდველია, ლიდერია, ხელმძღვანელია, კომუნიკაბელურია, ძალიან კარგი პერიოდია პარტნიორული თანამშრომლობისთვის. ბიზნეს, საქმიანი თანამშრომლობა, პირადი ურთიერთობა, ქორწინებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი. ამიტომ ბევრი რამ მას გამოუვა. ოღონდ აქ პატარა ხელისშემშელი ფაქტორები რა არის? თუ თქვენ დაგჭათ რაიმე ვალები, ან შეუსრულებელი დაპირებები ახლა ეჩვენენ თავს. და ეს შეიძლება გახდეს ხელისშემშელი ფაქტორი მთლიანობაში, საკმაოდ კარგი და წარმატებული თქვენთვის პერიოდის. რაც შეეხება ქალწულებს, ქალწულების საქმიანი შესაძლებლობები ძალიან მაღალი ახლა, მაგრამ ჯანმრთელობა არ ვარგა. ამიტომ აქ იყავით ყურადღებით, ასე იგი არ გადაიღალოთ, დაიღალეთ, უნდა არ გადაიღალოთ. ამას განსხვავება და ეს იგზავნით, რომ ქალწულს არ შეუძლია ცხოვრება მუშაობის გარეშე გასაგებია, ამიტომ გეუბნებით დაიღალეთ, მაგრამ არ გადაიღალოთ. გადაღლის შემთხვევაში უკვე შესტომებს უშვებთ და ამის გაკეთება არ შეიძლება, იმიტომ რომ ხა თქვენ გეკეთებათ ამ კვირაში საქმე მათ შორის ფინანსებთან ბიზნეს ფინანსური საქმიანობის კუთხით და აქტუენი უნდა კარგად მუშაობდეს თქვენი შესტომის დაშვების უფლება არ აგაქვთ. ამ პერიოდში ეცადეთ რომ პროექტებიც განახორციელოთ, ხელშეკრულებებიც დადოთ, შეიძლება საინტერესო საქმიანი პარტნიორებიც გამოჩნდნენ. ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობაც იყოს კარგი. თანადგომას გზნობთ ხელმძღვანელების მხრიდან, რაც ხელს უწყობს ასევე თქვენს განვითარებას, კოლეგებიც გეხმარებიან და გვერდით გიგა. ამიტომ შესაძლებლობები გაქვთ ძალიან კარგი. ოღონდ გადაღლის გარეშე აი ამაზე შევთანხმდეთ. მაშინ იქნება კვირა კარგი. რაც შეეხება სასწორებს, გადასარევი კვირა. კონკურსებში, ლოტარიებში მონაწილეობის მიღება, მოგება, კი. აქ სიყვარულისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, ამიტომ გინდათ არსებული ურთიერთობები ამაღლეთ, გინდათ ახალ რომანტიკულ ურთიერთობებში აღმოჩნდით, ესეც იქნება გამართლებული და კარგი შვილებთან ურთიერთობა უმჯობესდება, შესაძლებლობები აქტიური მოქმედებისა, იდეების, პროექტების რეალიზაციისა, პროფესიონალური წინსვლისა, ყველაფერი ეს გაქვთ მაღალ დონეზე, მაგრამ სად არის წყალქვეშ შედინება? ზედმეტი ფინანსური ხარჯი. ტოლვა ფინანსების დახარჯვისადმი გექნება ძალიან დიდი. ეხლა ამას დაემატება წინასწარ განუსაზღვრელი კიდევ ხარჯი, რომელიც შეიძლება მოულოდნელად წარმოიქმნას, რომ შედეგად შეიძლება ფინანსური პრობლემის წინაშე დადგეთ. ამიტომ ზედმეტ ხარჯს მოერდეთ, იმიტომ რომ წინასწარ განუსაზღვრელი ხარჯი შეიძლება ისედაც წარმოიქმნას თქვენ ცხოვრებაში. ამიტომ ეს არის მთავარი პრობლემა ამ კვირისა. სხვა მხრივ კვირა კარგია და ხელს უწყობს თქვენი საუკეთესოების გამოვლენას, სხვა შორის შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენას ასევე. რაც შეეხება მორიელს, მორიელის საქმიანი შესაძლებლობები საკმაოდ მაღალია, თან ინტუიცია მზარდია, შესაძლებლობები წარმატების მიღწევისა, ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობისა მაღალია, შეიძლება გამოუჯობესოთ საყოფაცხოვრებო საკითხები, მაგალითად შეიძინოთ ახალი ავეჯი, შეიძლება უძრავი ქონებაც კი შეიძინოთ. აქ გაქვთ საშუალება რომ ლამაზი დიზაინი მოიწყოთ სახლში და კომფორტი. თან ამაში ხელს გიწყობენ ახლობლები, ნათესავებიც კი, ოჯახის წევრები, მათი თანადგომა აქ ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ეს ყველაფერი გააკეთეთ, შეასრულეთ, ძირითადი ყურადღება გადაიტანეთ საოჯახო საკითხებზე, იმიტომ რომ აქ მნიშვნელოვანია ბევრი საკითხის მოგვარება. ამ პერიოდში თუმცა ეს არ გიშლით ხელს რომ დავუშვათ სამსახურო სფეროშიც კარგ დონეზე იყოთ, მაგრამ ყველაფერი ეს გააკეთეთ გადაღლის გარეშე. იმიტომ რომ იმუნიტეტი დაბალი გაქვთ. გადაღლის შემთხვევაში უკვე შესტომებს დაუშვებთ. ეს გაითვალისწინეთ. რაც შეეხება მშვილდოსნებს, აი მისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია საოჯახო თანადგომა. და ამას ხოთ შორის მიიღებს იგი ამ პერიოდში. ამის გარდა მეგობართა თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. პარტნიორული თანამშრომლობა იქნება ძალიან კარგი. ენერგოტონუსი ამ ნიშანს მაღალია, ოპტიმიზმი, ენთუზიაზმი საკმაოდ მაღალ დონეზე, ძალიან ბევრი რამ გამოსდის, მრავალფეროვანი კონტაქტები, შეხვედრების, მოლაპარაკებების, საინტერესო ინფორმაციის, სწავლის დროა, მგზავრობა, მოგზაურობასაც უწყობს იგი ხელს. ერთ სიტყვით, ეს კვირა მაქსიმალურად აქტიურად გაიარეთ. და რაც შეიძლება მეტად განახორციელეთ თქვენი იდეები, პროექტები, იმიტომ რომ შემდეგ კვირას მეტი შემოფერხებელი ფაქტორები გექნებათ. ამიტომ ეს კვირა დაუთმეთ მაქსიმალურად ურთიერთობებს, კონტაქტებს, პარტნიორულ თანამშრომლობას, იდეების რეალიზაციას. თუ არის საშუალება მგზავრობა, მოგზაურობისა, კი ბატონო, ესაც იქნება გამართლებული და წარმატებული თქვენთვის. და რაც შეეხება თხისქა ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, პირველ რიგში ენერგოტონუსი დაბალია, გაითვალისწინეთ, ამიტომ ნუ გადაიღლებით. პლუს თუ ძალაუფლების პირი ხართ, ძალაუფლებასაც არ გადააჭარბოთ. ეს ორი ფაქტორი არის ხელისშემშელი. მაგრამ საქმიანი კუთხით პერიოდი კარგია, ხელს უწყობს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ადრეული საქმეებიდან დივიდენდების მიღებას, საინტერესო ბიზნეს პროექტებში ჩართვას და აქედანაც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ანუ საქმიანი კუთხით პერიოდი კარგია, ოღონდ აუცილებელი წინაპირობა არის რა?
დროული დასვენება და გამოძინება და ძალაუფლების არ გადამეტება. მაშინ კვირა იქნება დასამახსოვრებელი და კარგი. ეხლა რაც შეეხება მერწყულებს, თავარი ფავორიტი რაც უკვე ამ კვირის არის მერწყული, ზეახლა მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს გადის და შესაძლებლობები წარმატებისა მრავალფეროვანი და მრავალმხრივი გაქვთ. ამიტომ გინდათ ინტერნეტთან ურთიერთობა, გინდათ ბიზნეს საქმიანობა, გინდათ შემოქმედებითი მუშაობა, გინდათ პარტნიორული ურთიერთობა, ყველაფერი ახლა ძალიან მაღალ დონეზეა. ქარიზმატული ეს ნიშანი, ფრიად მიზიდველია, ძალიან საინტერესო ორიგინალური იდეები აქვს და მათი განხორციელების კარგი უნარიც გააჩნია. თან მარწუხები მოხსნილი აქვს უფრო თავისუფლად მოქმედების და სპონტანური აზროვნების და მოქმედების უნარი აქვს, მაგრამ რა არის ხელშემშელი ფაქტორი? ზედმეტი ლაპარაკი უაზრო, რომელიც არც არ გაძლევდა, ამაში დროს დაკარგვა, რაც არ უნდა გააკეთო და ზედმეტი ფანტაზიები. ნუ აყვებით ზედმეტ ფანტაზიებს და რეალისტურად შეხედეთ მოვლენებს და რეალური აღქმა გქონდეთ. თორე ზედმეტი ფანტაზიები თქვენ ზედმეტად იფრენთ და მე გავუშვებ ძალიან ბევრ შანსებს და რეალიზმი აღმოჩნდება აბსოლუტურად სულ სხვა არაზეც გული გედგინებათ. ამიტომ ცოტა რეალისტურად შეხედეთ საქმეებს, ნაკლები ილაპარაკეთ, მეტი საქმე აკეთეთ. მაშინ იქნებით გაცლებით მეტად წარმატებული. და რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს, ერგოტონუსი დაბალი გაქვს, ჯერ მომავალი კვირიდან იწყებს იგი გასდას და მომავალი კვირიდან უკვე მზე გადავა თევზების ზოდიაქოში და თქვენ გეწყებათ ვარსკვლავური პერიოდი. ამიტომ ეხლა რომ აი ამ წინა პერიოდმა, დაბადების წინა პერიოდმა კუდი არ მოგიქნიოთ, ეს კვირას ფრთხილად გავიაროთ. ენასკვილი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, ჯანმრთელობას გაუფრთხილდით, ნუ გადაიღლებით, სარისკო მოქმედებებს მოვერიდოთ ამ პერიოდში და გახსოვდეთ რომ ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები აქ ჯერ კიდევ თქვენ საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ავტოკონტროლით რა ხდება ზურგს უკან. მაგრამ საქმიანი კუთხით პერიოდი ცუდი არ არის. შეიძლება ის ხავს უწყობდეს თქვენი შემოქმედებით ინჭის დონარის გამოვლენა ზოგიერთი იდეის რეალიზაციას, პარტნიორულ თანამშრომლობასაც კი ინტუიცია ნელ-ნელა მართლობს, რომელიც ხავს სწორი არჩევანის გაკეთებას. ამიტომ პერიოდი უკვე ცუდი არ არის, მაგრამ ჯანმრთელობას მაინც გაუფრთხილდეთ და ფარული მტრები გახსოვდეთ. მაშინ კვირა იქნება უფრო მშვიდი და შემდეგ კვირიდან დაიწყება თქვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებული პერიოდი. ვინც გაფრთხილებულია, შეერაღებულია, წარმატებულია, ხვალ არადაზე გახლავთ სავსე მთვარეობა, ამიტომ მაქსიმალურად ყურადღებითო ბატონმა მიხეილმა ისხა დაგვრჩენია გავითვალისწინოთ ეს რჩევები, გამოვიყენოთ ის დანიშნულების სამებრ და დაველოდოთ შემდეგ ორშაბათს, იმიტომ რომ ამ დროს ისევ შევხვდებით ერთმანეთს. მადლობა ყურადღებისთვის.